დილამშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცემთ ხის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში პიტერ ანდრეულისი მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. რა გზავნილებით ჩამოვიდა ის საქართველოში და რა ინფორმაციებს ჩაიტანს თბილისიდან ვაშინგტონში. ამ და სხვა საკითხებით ვიწყებ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი ეთერში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის დროა. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნება სასამართლოს როგორც იარაღს იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის. ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები კიდევ უფრო მძიმე მუხლებით განაჩენების წინაშე არიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააგავა. გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალაბის გამოყენებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 666 გრამამდე საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10,000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას უცხოური გამოცემა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ თუკი ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნას გადაწყვეტს, ის მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ჯარისკაცების რაოდენობასა და ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ირანში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლევან, ერთ-ერთი რაც მიმდინარე კვირას მოექცა პოლიტიკური სპექტრის და მედიის ყურადღების ცენტრში არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პიტერ ანდრეულისის საქართველოში ვიზიტი და პირველ რიგში ამაზე ვისაუბროთ. შეხვედრა ამერიკელმა სტუმარმა გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ლიდერებთან გამართა შეხვედრა, მათ შორის კი იყო თქვენი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ამიტომ ხო აი ამ თემაზე გავაკეთოთ დღეს აქცენტი. თავდაპირველად ზოგად კონტექსტში მინდა კითხოთ, აი რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად კარგად არის ამერიკა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და მეორე მხრივ რისთვის შეიძლება ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციებს აგროვებდეს ყველა მხარისგან, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება. აი ამ ინფორმაციებს შემდგომში და სამომავლოდ თქვენი აზრით რა ნაბიჯები შეიძლება მოყვეს ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან? მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ბატონი პიტერ ანდრეულის საქართველოში ყოფნა. ეს არის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი და მას აქვს ძალიან დიდი გავლენა იმ პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს. იმასაც პრინციპული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რომ გუშინ ჰქონდა მას მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან და თქვენ ახსენეთ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას. პირველი და მყაფიო გზავნილი რაც არის და რასაც ვხედავთ და რითაც ჩემი აზრით ქართული ოცნება ძალიან დამწუხრებულია, არის რომ ივანიშვილი, რომელიც ელის გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისი წესებით, ეს გამორიცხულია, რომ აი ესე აღსრულდეს, როგორც მას სურს. იმიტომ რომ ივანიშვილს სურს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაალაგდეს მასთან ჭალებში არსებული სტატუს კვოთი და ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამავე დროს მე მგონია, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმ ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. აქ რისი თქმა მინდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში საქართველო ისევ რჩება ძალიან აქტიურ მოთამაშედ და სუბიექტად, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ კარგად უნდა გქონდეს გააზრებული ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის მიერ გაფორმებული შეთანხმება, სამმხრივი შეთანხმება სომხეთთან და აზერბაიჯანთან და იმ კორიდორთან მიმართებაში, რომელიც არსებითად ცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ჩვენს რეგიონში, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება აქ საქართველოს როლი, როგორი იქნება საქართველოს როლი ამ კორიდორის უსაფრთხოების სისტემაში.
და ამავე დროს რა როლი ექნება საქართველოს მათ შორის შავ ზღვასთან მიმართებაში. სწორედ ამის გამოძახილი იყო მათ შორის ბატონი პიტერ ანდრეოლის ჩასვლა შავ ზღვის ანაპიროზე და იქ ანაკლიის სპორტის საკითხის და ფოთის სპორტის საკითხის გარკვევა. ერთი რამ კარგად უნდა ესმოდეს მათ შორის ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გარდა იმისა, რომ საქართველოსთან აკავშირებს როგორც პარტნიორული ურთიერთობას, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, რომელიც შეჩერებულია ივანიშვილის რეჟიმის გამო და ასევე ჩამოყალიბებულია სრულფასოვანი ურთიერთობა ქართულ ხალხს და ამერიკელ ხალხს შორის, ამას გარდა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საბედნიეროდ ჩვენ რომ უდნავ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ეს ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ეკონომიკურ ასპექტზე აუცილებლად გითხავთ, იქამდე პოლიტიკური ურთიერთობის კონტექსტში მინდა დავსვათ კითხვა, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ და შესაბამისად ეს პოლიტიკოსები აქცენტს მათ შორის ამ გარემოებაზე აკეთებენ, რომ ამერიკელი სტუმარი შეხვდა ძირითადად მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, მაგრამ არ ყოფილა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისე როგორც არ გამართულა ასეთი აუდიენცია მიხეილ ყაველაშვილთან. აი ეს რა გზავნილია? ამით ვაშინგტონი რას ეუბნება ქართულ ხელისუფლებას და თუ არის ეს ის გარემოება, რასაც მართლაც ყურადღება უნდა მიექცეს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და სწორად შენიშნეს ეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ დიახ, არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრთან, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარესთან და დე-ფაქტო პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, რომ მათ შორის საკუთარი პროპაგანდისტვის მიეცათ ახალი საწვავი, რომ აი თითქოს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან იწყებენ გადატვირთვას. არა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კონკრეტული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში და ეს არის დაკავშირებული სამხრეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებასთან და იმ კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც იქნება პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი 47 პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი არსით არის რუსეთის მოკავშირე, ჩემი აზრით, მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუფიქსირეს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროში, ამერიკის შეერთებული შტატების და ქართველი ხალხის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ აქ ჩვენ ხედავთ, რომ ის შეხვდა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლებს, დემოკრატიულ ძალებს და ამავე დროს შეხვდა იმ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, დე-ფაქტო ხელმძღვანელებს, რომლებიც პასუხს აგებენ კონკრეტულ ეკონომიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს დგამს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისითაც ბატონი ანდრეული ძალიან დელიკატური იყო და არ მისცა საშუალება ქართული ოცნების ხელისუფლებას რაიმე ფორმით დაეწყო ახალი პროპაგანდისტული ტალღა, რომ აი არ იქა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ახლოსა. ამის არც გზავნილი არ ყოფილა არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმაში. და რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამასთან დაკავშირებულ ასპექტს, თქვენც აღნიშნეთ და უბრალოდ მაყურებელს უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდი. დიახ, თბილისის გარდა ის ჯერ ერთი ფოთში იმყოფებოდა, სადაც იმ პროექტებს გაეცნო, რომელიც ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდა, ამავე დროს კი იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მას სწორედ ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით ამერიკელ სტუმართან საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც. აი თქვენ თქვით, რომ ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს რჩება ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში, თუმცა ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს ყველა იმ ეკონომიკური პროექტიდან, თქვათ, რაც რეგიონალურ ჭრილში არსებობს, წამოიღოს მაქსიმუმი. ერთადერთი შანსი, რომ საქართველოს მიიღოს ყველა ის ეკონომიკური კეთილდღეობის შემადგენელი ნაწილი და ასპექტი, რაც შეიძლება მოდიოდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბოლომდე დადგეს ფეხზე ეკონომიკურად, რკინიგზის თვალსაზრისით, პორტების მშენებლობის თვალსაზრისით, საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, რომელსაც ბუნებრივად გავლენა ექნება ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზე, ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის ხელისუფლების ცვლილება. სანამ ეს ხელისუფლება არც ანაკლიის პორტი აშენდება, არც ახალი აეროპორტები აშენდება,
რკინიგზაც დარჩება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის, ანუ საქართველოს, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განსაკუთრებით ირანში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მისი ეკონომიკური შესაძლებლობები, სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია ერთი კაცის სამსახურით, რომელიც თავად ემსახურება ამ ქვეყნის მთავარ მტერ ვლადიმერ პუტინს. ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მივიღოთ რაიმე ფორმის კეთილდღეობა, უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები, იმიტომ რომ ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რაც უფრო მეტი მილსადენია ქვეყანაში, რაც უფრო მეტი პორტია, რაც უფრო მეტი სარკინიგზო კვანძია, რაც უფრო გამოკვეთილია ქართული სახელმწიფოს როგორც რეგიონალური ჰაბის როლი. მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ყველას, ვისაც გაეფიქრება, რომ ამ ქვეყანაში დაიძაბოს ვითარება, ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანოს საქმე, დაუждდება 100 ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი მეგობარი ამ ყველაფერში ოპოზიციური სპექტრია დადანაშაულებული ინტერესში იმისა, რომ გაიხსნას აქ მეორე ფრონტი, მოხდეს რევოლუციები, არეულობა და არასტაბილური მუდმივი ყევები და არასტაბილურობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ბრალდება. მე ვითხოვ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ წარმოადგინოს სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვის სურს ამ ქვეყანაში ომი, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი ვინმე წირავს ამ ქვეყანას უსუსურობისთვის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ აი არ ვიცი, მაგალითად რუსეთმა რო გადაწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, როგორც 2008 წელს, არ ამგონია რომ ეს გააკეთოს ქართული ოცნების ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ მათ შორის დუგინის ძველი განცხადება ჩვენთვის ქრესტომათიულია, როდესაც ის ამბობდა, რომ 2008 წელს თბილისში ტანკები რო შესულიყვნენ, ესეთ ხელისუფლებას დავსვამდით, მაგრამ მე მაინტერესებს საქართველოს დღეს უფრო ძლიერია თუ მაგალითად 2022 წელს უფრო მეტი მეგობარი ყავს, უფრო მეტი მოკავშირე ყავს, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი არის თუ არ არის. ამავე დროს საქართველოში უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესი არის, მათ შორის სხვადასხვა მოთამაშეების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, თუნდაც ჩინეთის, ჩინეთზე, რომელზეც პედალირებასაც ქართული ოცნება აკეთებს, არც ჩინელებს არ შემოაქვს საქართველოში ინვესტიცია მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საქართველოს ყავს უკიდურესად არასტაბილური დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ხვალ ან იქნება, ან არ იქნება და ამიტომ მე მგონია, რომ მათ შორის ბატონი ანდრეულის განცხადებები, თუნდაც უბრალოდ ნაბიჯები პორტებთან დაკავშირებით, საუბარი რკინიგზასთან დაკავშირებით, ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ეკონომიკის, რომელზეც ინტერესი მანამდე გამოხატა ჩინეთმა, ხო? და ქართული ოცნება ამას პედალირებდა, რომ რკინიგზის შესყიდვა სურს ჩინეთს, ანაკლის სპორტის აშენება სურს ჩინელებს. მე მგონი ამერიკის შეერთებული შტატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, ვის აქვს მთავარი ინტერესი ამ მიმართულებით. სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მინდა რომ გადავხედოთ დღეს 27 მარტია, რამდენიმე დღეში 1 აპრილს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ ევროსაბჭოს კონგრესში, ამიტომ ახლა მოდით ამერიკიდან ევროპაში გადავინაცვლოთ და ვისაუბროთ სწორედ ამ ანგარიშზეც. დოკუმენტის კონკრეტული შინაარსი ჯერ არ ვიცით, მაგრამ არის მოლოდინი, რომ ისიც ისე როგორც ბოლო წელიწადნახევარში მიღებულ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები სავსე იქნება ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკით და მწვავე შეფასებებით. აი პირადად თქვენ რას ელოდებით 1 აპრილს ეს გითხარით, რამდენად ელოდება მართლ პარტიას კრიტიკის მორგი ტალღა და ამ ფონზე საინტერესოა ისიც რა სტადიაზე გადადის ქართული ოცნების ურთიერთობა ევროპის საბჭოსა და მის ინსტიტუტებთან. ქართული ოცნება არის მტრულ დამოკიდებულებაში ევროპულ ინსტიტუციებთან, რომლებსაც ისინი ყოველნაირ უმსგავსობაში დებენ ბრალს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ანგარიშში აისახება ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული დემოკრატიის უკუსლასთან და მე მგონია, რომ აქ უკვე დემოკრატიის ნასახი აღარ არის ამ ქვეყანაში, ეს არის ძალიან მყარად მდგარი ავტორიტარიზმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ნიშანს ვერ ერევა, ეს არის თავისუფალი მედია, ეს არის პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, თორე დანარჩენი ყველანაირი ფორმით საქართველოში არის სრულფასოვანი ავტორიტარიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ
განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით. ბოლო გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საქმეები, სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან და არაძლევენ მათ თავისუფლებას, იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ფორმალურად ციხიდან რა თქმა უნდა გამოუშვეს, მაგრამ ამავე დროს არაძლევენ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას, რომ მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეთ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რეპრესიული კანონმდებლობის ახალი ჩარჩო, რომელსაც ქართული ოცნება აყალიბებს. ეს ყველაფერი ბუნებრივად იქნება ასახული და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ნაწილი დაეთმობა და ასახვა ექნება ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მომზადებულ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელმაც საქართველოში ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ეს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყვება, ადამიანის უფლებების შელახვა, წამება, ღირსების შემლახველი ნაბიჯების გადადგმა, ყველა ის საკითხი, რაზეც წლების განმავლობაში ჩვენ საუბრობდით, განსაკუთრებით 2024 წლიდან, არის ზედმიწევნით ასახული და ეს არის არა მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტი, როგორც მაგალითად შეიძლება რეზოლუცია იყოს, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სამართლებრივ კონკრეტულ მექანიზმებს ითვალისწინებს და შესაბამის მოწოდებებსაც აკეთებს. ამიტომ მე მგონია, რომ ეს თვისებრივად იქნება განსხვავებული დოკუმენტი, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ, იმ თვალსაზრისით, რომ სიმწვავე, რომელიც დღეს ქართული ოცნების მიმართ არსებობს, ნამდვილად აქამდე არ ყოფილა, რაც უფრო დრო გაგავს აქტუალურობას კითხვა, რა გავლენა ექნება ამ და ამ ტიპის დოკუმენტებს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ კრიტიკით პასუხობენ მართულ პარტიაში და მეტიც არა მხოლოდ კრიტიკა, სერიოზული ბრალდებები ისმის, როგორც სტრასბურგის, ბრიუსელის, ისე ზოგადად ევროპის მისამართი. აგერ გუშინ ახალი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე შეფასების საგანია და მოდით ამასაც ვახსენებ, მცდელობა არის, რომ ევროკავშირი როგორც იდეოლოგიური პროექტი იყოს წარმოდგენილი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს მათ შორის რელიგიაო, ამბობს შალვა პაპუაშვილი, მიზანია შემოვიდეს ფსევდო რელიგია, უნდა ვილოცოთ შემდეგ ბრიუსელის მზეზე საბჭოთა კავშირი იყო ასე ჩაანაცვლეს ბოლშევიკებმა ეკლესია, შემოიღეს რიტუალები და გაჩნდა ფსევდო რელიგიური ნიშნებიო, ეს სწორედ შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან არის ეს ამონარიდი. რა გათვლა უნდა გქონდეს ქართულ ოცნებას, როცა ევროკავშირს და საბჭოთა კავშირს ერთმანეთს ადარებს, როცა ამბობს, რომ ბრიუსელის იდეოლოგია იგივენაირია, როგორიც თავის დროზე იყო საბჭოთა რუსეთის და როცა ასეთი სერიოზული ბრალდებები ისმის ჩვენი მთავარი პარტნიორების მისამართით. არ ვიცი, ეს არის აბსოლუტურად ამორალური განცხადება ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ადარებს ევროკავშირს, საბჭოთა კავშირს და ბრიუსელის მზეზე საუბრობს, რომ ბრიუსელის მზის წინაშე უნდა ვიფიცოთ, როგორც ჩანს, ბატონი შალვა თავად ფიცულობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მზეს, როდესაც წლების განმავლობაში ისინი ინახავდნენ მას და მის ოჯახს. როგორც ჩანს, თვითონ გახდა ესეთი, თორემ მე არავის მზეს არ ვფიცულობ. ეს არის მონის ფსიქიკა რა? ეხა ის ხო ბიძინა ივანიშვილის მზეს ფიცულობს. და ეთყობა შინაგანად მართლა აქ ეს განცდა, რომ ვიღაცის მზე უნდა დაიფიცოს, სხვანაირად ცხოვრება, როგორც ჩანს, არ წარმოუდგენია. ხან არასამთავრობო ორგანიზაციაში არის და ალბათ თვითონ ზუსტად ისეთი მიდგომა ქონდა, როგორცაც ეხა სხვა საბრალებს. არ ვიცი, ეს არის სამარცხვინო განცხადება, ხა ამ ქვეყნის იდენტობის ნაწილი არის ის, რომ ეს ქვეყანა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ეს ქართულ ოცნებას არ გადაუწყვეტია რა, ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს დააფიქსირა ქართულმა ხალხმა, ვისი და რისი ნაწილი იყო და ასევე ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც ფარტაძის და აიეტის კამათი ერქვა, მაშინაც გადაწყვიტა ამ ქვეყნმა რომელი ცივილიზაციური ნაწილის შემადგენელი არსებითი რაღაცა შინაგანი წლენა უნდა ქონოდა. და ეს ხალხი თავად არის რა შუაშია რელიგია. და ისინი ხო მზეს ფიცულობენ, რუსეთის მზეს ხო ფიცულობენ. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში ხოცავდა ამ ქვეყნის პატრიარქებს, რომელიც კირით ათეთრებდა ეკლესიებს, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამყარა ურწმუნოთა ბატონობა.
მათი შთამომავლები არიან ამ თვალსაზრისით და მათი მიმდევრები არიან. სერგო ორჯონიკიძის მიმდევრობა მეტი კი არაფერი არ არის. იმას იდეოლოგია მაინც ჰქონდა, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ იდეოლოგია ჰქონდა და შავა პაპუაშვილი არის აბსოლუტური ფარისეველი. ბიზინა ევანიშვილმა რო დაურეკოს და რო უთხრას, რომ უნდა გამოხვიდე ახლა და ევროკავშირის დროშა უნდა შემოიხვიოს ზურგზე, შემოიხვევს აუცილებლად. და აი ეს ფსევდო დაპირისპირება ევროპასთანაც რა, რომ აი თუ არ მოგწონვართ ჩვენც არ მოგწონს, მაშინ საქართველო იტყვის თქვენზე უარს. მათი გადასაწყვეტი არ არის საქართველოს რასიზმს. ისე საინტერესოა, რატომ არ რეაგირებს ასეთ მძიმე ბრალდებებზე თვითონ ბრიუსელი. ამას რა ახსნა შეიძლება გქონდეს? ჩემი აზრით ისინი კონკრეტული ნაბიჯებით რეაგირებენ და ყველა ის რეზოლუცია, ყველა ის გადაწყვეტილება, ყველა ის სანქციის ნორმა, ქართული ოცნება განსაკუთრებით არის ანერვიულებული, მათ შორის უნგრეთში მოსავალდნენ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ვიქტორ ორბანმა წააგო და ჯერჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ის ვერ იმარჯვებს ამ არჩევნებში, აი სანქციების პაკეტები ახლა გაყინული რო არის ორბანის ხელით. ისო ცუნამად წამოვა ქართული ოცნების წინააღმდეგ, მე მაინტერესებს ვის მზეს დაიფიცავს ბატონი შალვა პაპუაშვილი. ნახოთ როგორ განვითარდება ევროპაში უნგრეთთან მიმართებაში კონკრეტულად მოვლენები. იქამდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ლევან, მოვასწრო ამ კითხვის დასმაც ოპოზიციურ ალიანსთან მიმართებაში მითქრო, რომ აი რამდენიმე კვირა უკვე ერთობის ფორმატში გიწევთ მუშაობა. პირველ რიგში გითხარით, რთულია თუ არც ისე რთული აღმოჩნდა ერთი ქოლგის ქვეშ იყოთ ის პარტიები, რომლებსაც ერთმანეთი მათ შორის დიდად არ მოგწონთ. ანუ გითხარით, რამდენად ახერხებს ოპოზიციური ალიანსი მუშაობს კონფლიქტების გარეშე და მეორე მხრივ საინტერესოა, აი ხომ არ გაწერეთ უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა და წნეხი გაიზარდოს. ბუნებრივია, რომ არსებობს რაღაცა კონკრეტული ტკივილები, რომელიც მოყვება ამ პროცესს, მაგრამ არსებითად შემიძლია ვთქვა, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში ბევრად უფრო მარტივად არის საქმე, ვიდრე მათ შორის მეწარმომედგინა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ მათ შორის საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, თუ რაოდენ პოზიტიური მიდგომა აქვს ოპოზიციური ალიანსის მიმართ და რა იმედითაც უყურებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მე მგონია, რომ დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრათ ოპოზიციურ ძალებს და მაქსიმალური სიფრთხილით და ამავე დროს ინტენსიური მუშაობით ვაგრძელებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ახლა ბუნებრივია, რომ ჩვენ სხვა გეგმა ჰქონდა გაწერილი, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, იმ გლოვის გამო, რომელშიც დღეს საქართველოა, კონკრეტული ნაბიჯების დროებით გადადება მოგვიწია, იმიტომ რომ არსებული კონტექსტი, საზოგადოებრივი კონტექსტი, ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ჩვენი მხრიდან ბუნებრივია იქნება გათვალისწინებული და როდისთვის გადადეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იქნება ცნობილი, საპროტესტო აქციები იქნება, აქტიურობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, საერთაშორისო ვიზიტებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღით მოხდა ამის გადადება, მაგრამ ამავე დროს ეს კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ის კონტექსტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ჩვენი მხრიდან ბუნებრივად იქნება გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი. გეგმაზე, რომელიც ყმადაღებული საკითხია, ხო, იმიტომ რომ ზოგადად ოპოზიციის თავარი გამოწვევა არის ხოლმე ეს საკითხი, რასაც გვია გეგმა. იმიტომ რომ უმეტესად არის, რომ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ამას ვამზადეთ, იმას ვამზადეთ. ეს არის ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რეალურად გვექნება გეგმა, რომელთან დაკავშირებითაც შემდეგი კვირიდან უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაციები იქნება ცნობილი, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი თუ რა არის დაგეგმილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩემი აზრით იქნება მათ შორის სამაგალითო, იმიტომ რომ როგორც წესი, ოპოზიციას ამ მხრივად პრობლემები ჰქონდა და უფრო ჩვენ ვიყავით რეაქციულ რეჟიმში, ანუ ქართული ოცნება აკეთებდა რაღაცას და მე რო პასუხობდით, ახლა ჩვენ შევეცდებით და მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთაც ეს არის, რომ რეაქციული რეჟიმიდან უკვე გადავიდეთ უკვე აქტიურ რეჟიმზე, როდესაც ჩვენ ვიქნებით დღის წესრიგის შემქმნელი. კი ბატონო, თქვენ პატრიარქის გარდაცვალების გამოწვეული გლოვის დღეები ახსენეთ და მოდით ბოლო კითხვას უკვე საეკლესიო ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე დაგისვამთ და ამით დაგემშვიდობებით არ კარგავს აქტუალურობას და ასე იქნება მინიმუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თემა ვინ შეიძლება იყოს ეკლესიის ახალი მეთაური, საქართველოს ახალი პატრიარქი და ამიტომ აი საინტერესოა გაგვიზიაროთ ამ საკითხზე თქვენი პოზიცია. ილია მეორის გარდაცვალების დღეებმა კაფეოდ აჩვენა, რომ ეკლესია არის საზოგადოების შემკვრელი და გამაერთიანებელი. დაკრძალვის დღე, არ ვიცი, ნამდვილ საერო და ეროვნულ გლოვად იქცა და ყველამ დავინახეთ, რომ ერთადერთი რაც გვაერთიანებს, ეს არის სწორედ პატრიარქი და ეკლესია. შესაბამისად, ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, ვინ იქნება სწორედ ამ ინსტიტუტის მომავალი მმართველი და რა პოზიციას დაიჭერს ახალი პატრიარქი მთელ რიგ საკითხზე. რას ელოდებით ამ მხრივ, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება თქვენი აზრით ისეთი პატრიარქის არჩევა, რომელიც ერთი ჯგუფის პატრიარქი კი არ იქნება, შეძლებს ისედაც გახლეჩილი ერის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთპობელი. მე პირადად მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ წმინდა სინოდის საქმეში და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავინ არ უნდა ჩაერიოს. ეს არის ჩემი შეგნებული პოზიცია. მაგრამ ამავე დროს ეს არავინ არ გულისხმობს მხოლოდ დემოკრატიული ძალების და საზოგადოების წარმომადგენლებს, პირველ რიგში გულისხმობ ივანიშვილის ხელისუფლებას და იმ ცდუნებას, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ. ამ ცდუნებას ხედავთ თუ შეიძლება არ ჰქონდეთ? ვიცი, იცით როგორ არის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე წმინდა სინოდის საქმე და ძალიან არ მომწონს, ჩემგან ვერ მოისმენთ ვერც ერთი ეპისკოპოსის თუ ვერც ერთი სასულიერო პირის მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ ან ნეგატიურ განცხადებებს შემდეგი დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს არის მათი საქმე, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტები არიან მოტივირებულები და აშკარად ერევიან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის მთავარი გამოწვევა რაც იქნება, არის ის, რომ ილია მეორის მიერ დატოვებული ძალიან დიდი ავტორიტეტის შენარჩუნება და იმის მოხერხება, რომ ახალი პატრიარქი იყოს მთელი საზოგადოების და მთელი ერის ინტერესის გამტარი, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, თუ კი რაიმე პრობლემა აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, ივანიშვილის გამოისობით ხაზგასმით არის ის, რომ საქართველოში არის ურთიერთდაპირისპირების ძალიან მაღალი ხარისხი, რომელსაც ყოველდღიურად ხელისუფლება, რუსეთი და მათი პროპაგანდა აკულტივირებს, რომ ქართველებს ჰქონდათ ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება. რაშიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი არ შეუწყოთ, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ეს, რომ ეს კარგად ჩანდა მათ შორის იმ ქცევაში, რომელიც მათ განახორციელეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ფაქტობრივად ეს იყო ჩემი მხრიდან უკიდურესი ფარისევლობის გამოხატვის ნათელი მაგალითი, როდესაც ამბიონიდან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსოლუტურად ფარისევლური სიტყვები თქვეს და ყოველდღიურად ისინი აკეთებენ იმის საპირისპიროს, რაც იქიდან წარმოთქვეს და ხა. ამ ხელისუფლების მხრიდან რომ ცდუნება იქნება, რომ ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს, ფაქტია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დემოკრატიული ძალები და საზოგადოება აქეთან მხრიდანაც იყოს ჩარეული. ჩვენი მთავარი მიზანია დაუშვათ ის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შეუწყოთ წმინდა სინოდს იმაში, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაში იყვნენ დამოუკიდებლები და არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ ხელები აფათუროს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. საქართველოს ეკლესიის ახალი მეთაური ამ საკითხთან მიმართებაში ხედავთ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებას, თუ ეს ინტერესი შეიძლება გაცდეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მივიდეს ჩრდილოეთამდე და ჩვენს მეზობელ რუსეთამდე და რატომ მინდა ამ კითხვის დასმა? რიგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგას წმინდა სინოდი, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ქართული ოცნების მხრიდან მასზე ზეწოლა და რომ ზეწოლას ჩვენი ეკლესია უნდა ელოდოს მოსკოვიდანაც. აი, ამ თვალსაზრისით რისკებს თქვენ თუ ხედავთ და არ ვიცი, რამდენად შეიძლება მოსკოვს ჩვენს ქვეყანაში გახსნილი კონდეს ხელფეხი ისე, რომ აი მოსკოვიდან ჩაერიოს თბილისში ვინ უნდა გახდეს საქართველოს. იცით როგორ არის? მე მგონი ყველა კარგად ხვდება, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის მე მგონი ყველაზე მძლავრი ინსტიტუტი ხო საქართველოში. სახელმწიფო ინსტიტუტებზე უფრო ძლიერი ხო ქართული ოცნების პირობებში მით უმეტეს ხო? ახლა რუსეთი რომელიც დაინტერესებულია ლამის მინისტრების დონეზე ვინ იქნება საქართველოში დანიშნული.
თქვენი აზრით არ იქნება დაინტერესებული რომ მის მიმართ ლოიალური პატრიარქი იყოს არჩეული ანუ რუსეთი რომელიც დაინტერესებულია პორტის ხელმძღვანელი ვინ იქნება, ვინ ააშენებს, მინისტრი ვინ იქნება, მინისტრის მოადგილე ვინ იქნება, ვისი ინვესტიცია შემოვა, ვისი ინვესტიცია არ შემოვა, ანუ ფაქტობრივად ყველა საშუალო დონის დეტალზე აქვთ მათ ინტერესი და გამოხატული ნება და საკუთარი პატიმრები ყავთ მიხეილ სააკაშვილი ამის ნათელი მაგალითია ხო რომ პირადად პუტინის პატიმარია ხო ახლა თქვენი აზრით არ იქნება რუსეთი დაინტერესებული რომ ის მიმართ ლოიალური პატრიარქი უნდა ერჩეს. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ უსვამ ხას რომ მე პირადად ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაც რა თქმა უნდა არც ერთი ფორმით არ ვიქნებით ჩარეული იმ პროცესში, რასაც რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა მიენდოს და როგორც გათვალისწინებულია დებულებით, უნდა მიენდოს წმინდა სინოდს და მათ უნდა მიიღონ როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, მისი მრევლისთვის და რაც თავია ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მადლობა ლევან, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლევან სანიკიძეს ვამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვათით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პოლიტიკოსი საბა ბუაძე. ჩვენთან ერთად გამარჯობა საბა და მოგესალმებით ლევან და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საბა დღეს პარასკევია სამუშაო კვირის ბოლო დღე, როგორც წესი ამ დღეს მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს ვაჯამებთ. სალაპარაკო კი ამ კვირაში და ამ დღეებში ნამდვილად ბევრი იყო, ნამდვილად არ დავკლებია, ამიტომ გავყვეთმოდით აქტუალურ საკითხებს, მათ შორის კი შეფასების საგანი იყო და არის ოპოზიციონერი და თან ქალი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას საქმეზე დამდგარი განაჩენი. საქმე ეხება შემთხვევას, როცა ხოშტარიამ კახაკალაძის საარჩევნო ბანერს მარკერით გაუკეთა წარწერა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენია გამოტანილი ამ ფაქტის გამო. აი რით იხსნით ქართული ოცნების სიხისტეს, შეუვალობას და საკუთარ სიმკაცრეში ასეთი სიმტკიცის გამოჩენას და მეორე მხრივ ალბათ საინტერესოა ვიკითხოთ ისიც, რამდენად აქვს ოცნებას შექმნილ ვითარებაში უკომპრომისობის ფუფუნება. ხო, ეს უკომპრომისობას არ აჩვენებს ოღონდ ის, რაც მოხდა ელენე ხოშტარიას სამართებაში, სამი განზომილებით შეგვიძლია შევაფასოთ, ხო? მორალურ ჭრილში არის აბსოლუტურად ამორალური და არაადამიანური ქცევა, როდესაც გვეუბნებიან, რომ წარწერის გაკეთების გამო ადამიანი 1 წლითა და 6 თვით საპატიმროში უნდა იყოს ქალი პოლიტიკოს ლიდერი. შემდეგ საუბარი იყო მის შვილებზე და გამოხმაურება მოვისმინე გუშინ აბსოლუტურად ამაზრზენი რომ მას თურმე უფრო ადრე უნდა ეფიქრა თავის შვილებზე. თუმცა შვილების და ოჯახის საკითხის შემოტანის გარეშეც და რაღაც ინდივიდუალურად იმაზე საუბრის გარეშეც თუ რამდენად ცუდი არის ეს ერთი პოლიტპატიმრის ჭრილში, ქვეყნისთვის არის ცუდი ასეთი კლიმატი და ამის გამოხატულება არის, თორე ელენე საკმაოდ პრინციპული ადამიანი არის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ზუსტად აქვს გათავისებული რა ტიპის პროცესშიც არის და ზუსტად მისი შეუპოვრობის და უკომპრომისობის გამო მიიღო მან ეს განაჩენი, რომელიც მიიღო. სასჯელსაც ვერ დავარქმევდი, მას ძალიან ზუსტად და სწორად აქვს გააზრებული რა პროცესში არის, თუმცა მე მისი ფაქტორის მიღმაც მაწუხებს რა ტიპის სიგნალი არის ეს. ხო აი სიგნალზე მინდა ზუსტად ჩაგეკითხოთ, ეს არის განაჩენი გამოტანილი უშუალოდ და კონკრეტულად ელენე ხოშტარიასთვის თუ ეს არის გაფრთხილება ამავე დროს სრულად ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების და რეალურად ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამ დღეებში, რამდენჯერმე მომიწია ამ კითხვის დასმა და აი თქვენს რომ გითხრათ როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას და რა სიგნალის მატარებელია ის რაც მოვისმინეთ და რა ტიპის განაჩენიც დადგა. ასეთ შემთხვევაში ჩემთვის ისმის მთავარი კითხვა, რატომ ჭირდება ხელისუფლებას ასეთი უხეში და სასტიკი მეთოდის გამოყენება ძალიან ბანალურ შემთხვევაზე, რომელიც არც სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, იმიტომ რომ მას ედავებოდნენ სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას და რა დაზიანდა იქ მარკერის წარწერის გაკეთება არის
დანაშაული ამას გვეუბნებიან იმ მარკერით დაწერილი წარწერის წაშლა შეიძლებოდა ძალიან მარტივად ან კი სად არის ექსპერტიზა იყო ჩატარებული რომ აღდგენას არ ეკონდებარება თუმცა 570 ლარის ოდენობის მატერიალური და ამისთვის ადამიანი წელწადნახევრით უნდა ჩასვან ციხეში და ამას გვეუბნებიან რომ ეს არის ნორმა ეს არ არის ნორმალური და ის რა პასუხი ელენე ხუშტარიას შემთხვევაზე ქართულ ოცნებას ჰქონდა ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ისინი არ გძნობენ თავს კომფორტულად ამ პირობებში და ამ ვითარებაში. როდესაც შენ გჭირდება რომ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს ასეთი მეთოდებით ესაუბრო და ასეთი ფორმით შეაკაო ის წინააღმდეგობა და უკმაყოფილება, რომელიც შენს მიმართ არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ ძალაში, შენ ვერ გძნობ თავს კომფორტულად და ისინი არიან თავარი მიმანიშნებლები იმ ლეგიტიმაციის პრობლემის, რომელიც არსებობს, ხო? ისინი თავად ამბობენ, რომ ამ ფორმით, ამ იზოლაციაში ისინი არ გძნობენ თავს კომფორტულად, ამიტომ მზად არიან, რომ გაუსწორდნენ ყველას, ვინც ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას, იმიტომ რომ ოდნავ შეწინააღმდეგებამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი შეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტი შეწინააღმდეგებისთვის გამკლავების რესურსი არ გვაქვს. აი ამას ნიშნავს ქართული ოცნების ეს გზავნილი. მარკერით დაზიანების გამო წელიწადნახევრიანი პატიმრობა ის იმ ფონზე, როცა ეკლესია, პარტნიორები, ვინ აღარ პოლიტიკურ სპექტრს ურთიერთმიტევების, ურთიერთპატიების და შერიგებისკენ მოუწოდებს და წმინდა სინოდმა, როგორც ვიცით, გასულ კვირას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგაც გააკეთა განცხადება, რომ უნდა დავიწყოთ ერთმანეთისადმი მეტი სიყვარულის ჩვენება. აი რა შანსია დარჩენილი იმის წმინდა სინოდის სხდომის განჩინების კონტექსტში ვკითხავთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეკლესიის სურვილს და მოწოდებას მაინც გაუწიოს ანგარიში. კარგია ეს სიგნალები, როდესაც ისმის სინოდის მხრიდან, ჩვენ წარსულშიც გვინახავს მათი თხოვნა არაერთი პატრიარქის სახელით გაკეთებული, რომ მომხდარიყო პატიმრების გათავისუფლება, რაც არის დღეს აი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი, იმიტომ რომ პატიმრებით ვერანაირი დიალოგი ვერ მოხდება და ძალიან ცინიკური იყო ამ ფონზე კობახიძის განცხადება, გუშინ წინ გააკეთა მან ეს განცხადება, თუ არ ვწდები რომ ამ ხალხმა მოინანიოსო, ანუ საკუთარ სინდისზე გადაბიჯებას თხოვს და საკუთარ სიმართლეზე გადაბიჯებას თხოვს კობახიძე ამ ადამიანებს თავისუფლების სანაცვლოდ, რაც არის ძალიან მძიმე მოსასმენი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ეს არ გააკეთა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც ამ მიდგომის გადახედვა მათი მხრიდან რთულად წარმოსადგენი არის, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ისევ და ისევ აი ამ кейს ელენე ხოშტარიასი და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რამხელა არის ორმაგი სტანდარტი ქართული ოცნების, ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ ისინი გველაპარაკებიან მიტევებაზე, ისინი გველაპარაკებიან ქრისტიანულ ღირებულებებზე და არათუ ქრისტიანული ღირებულებები არა აქვს გათავისებული. ჩვენი ქრისტიანული კულტურის ძეგლების მიმართაც როგორი არის მათი დამოკიდებულება ამ კონტექსტში აბსოლუტურად ამაზენი არის, რომ წელწადნახევრით გაუშვეს ქალი პოლიტიკოსი საპატიმროში კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო და ერთი კაცი არ გამოვლენილა დამნაშავე გელათის ჩამორეცხვა და აუხრების საქმეზე. და როდესაც შენ არ გაინტერესებს ვისი პასუხისგებლობით აოხრდა გელათი და დაზიანდა იქ ფრესკები და ამავდროულად ამბობ რომ კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთება არის დანაშაული და წელწადნახევრით უნდა წახვიდეთ ციხეში, აი ეს არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო გამოხატულება. ვინ უნდა დათმოს იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გამოხდოს, აი მით უმეტეს, რადგან ყველამ უნდა დათმოს, კიდევ უფრო რელევანტურია ჩემი კითხვა, იმისთვის, რომ კრიზისი განიმოხდოს და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აი თქვათ, ვიცით და არის უამრავი განცხადება, რა უნდა გააკეთოს ამ პროცესში ქართულმა ოცნებამ. მაშინ გითხარით რა ტიპის პასუხისმგებლობა ოპოზიციური სპექტრის მხარეს და რა შეიძლება იყოს ამ პროცესში უკვე ოპოზიციის დათმობა და კომპრომისი. ნახეთ,
საუბარი ყოველთვის შეიძლება. საუბარზე უარის თქმა ნიშნავს აზროვნებაზე უარის თქმას. და აზროვნებაზე ვისაც უარის თქმა უნდა, მისი ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ არის. ეს ერთი. მეორე, ძალიან დაძაბული მრავალწლიანი ომების და დაპირისპირების შედეგად საუბრობენ უცხო მხარეები ერთმანეთთან. ბოლოს და ბოლოს ისრაელი და ჰამასი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, ხო? და შესაბამისად ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან საუბარი, მიუხედავად უმძიმესი კონტექსტისა, რომელშიც არ უნდა ვიყოთ, ოღონდ ეს ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას ტყვეთყავს აყვანილი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. ეს თავის მხრივ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას. ამიტომ იქამდე სანამ ხალხი არის საპატიმროში, ეს ქართული ოცნების მხრიდან არის აღიარება იმის, რომ მათ არ უნდათ დიალოგი, იმიტომ რომ დიალოგი რო უნდოდეთ, პასუხისგებლობა არის მათზე, რომ გადადგან ეს ნაბიჯი და შემდეგ ქართული ოცნება ამ ნაბიჯს თუ გადადგავს და ვინმე უარს თუ იტყვის მათთან საუბარზე, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ოპოზიციის პასუხისგებლობა ამ პროცესში როგორი არის და რა ფორმით უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ საუბარი ქართულ ოცნებასთან უნდა გააგრძელოს თუ არა. მე როგორც ერთი პოლიტიკოსი მივიჩნევ აუცილებლად საუბარს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. ოღონდ ეს საუბარი ვერ შედგება იმ ფონზე, როცა ხალხი არის ციხეში. აი ეს არის ძალიან მარტივი მინიმუმ შემიძლია ვთქვა რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წინაპირობა არ არის იცით რა არის ძალიან კარგი სიმპტომი არა ქართულ ოცნებას რომ უნდოდეს დიალოგი და სერიოზულად რომ განიხილავდეს ამას ახლა არის ყველაზე ლოგიკური დრო იმისთვის რომ გვაჩვენოს რომ დეესკალაციის კუთხით მათ უნდათ რაღაც ნაბიჯების გადადგმა ხო არანაირი წინაპირობა არ არსებობს ეს არის როგორც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ასევე მორალურად მნიშვნელოვანი, რომ პატიმრების ფონზე ჩვენ რაღაც პოლიტიკურ პროცესზე საუბარი არ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ როცა ხალხი ციხეში არის, არაფრის გამო, უდანაშაულო ხალხი როცა არის ციხეში, მე პირადად ძალიან გამიჭირდება რამის თქმა. კიდევ ერთი ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, როგორც მედიამ ვიცით, ის დღეს დაასრულებს ვიზიტს. გასული დღეების განმავლობაში კი შეხვედრები ჰქონდა ეკონომიკის მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესს და ინფორმაციას გაეცნო. მარტივად გითხრათ, როგორ უნდა შეფასდეს პიტერ ანდრეულის საქართველოში ჩამოსვლა და ეს უნდა დავინახოთ, როგორც შეერთებული შტატების მზადყოფნა და სურვილი კომუნიკაცია განაახლოს და გააქტიუროს უშუალოდ ქართულ ოცნებასთან, თუ ეს არის შტატების სურვილი არ დაკარგოს უშუალოდ საქართველოს. რასაკვირველია ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს იმ მრავალწლიანი პარტნიორობის უარყოფა და წყალში გადაგდება, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ შექმნილი არის ძალიან მძიმე ფონი და მაშინ, როდესაც სომხეთში და აზერბაიჯანში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ჩადის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ჩვენთან ჩამოდის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი, მე არავის არ ვაკნინებ ცხადია, მაგრამ შედარებას ვაკეთებ, როცა იქ ჩამოდის ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის და ჩვენთან ჩამოდის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი, ეს არის ამ ურთიერთობების მდგომარეობის საუკეთესო შეფასება რა დღეში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ ძალიან ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, იმ ფონზე, როდესაც სომხეთმა სულ ახლახანს მიიღო ეს სტრატეგიული პარტნიორობა, მიიღო 6 მილიარდიანი ინვესტიცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხედრო თანამშრომლობა მიიღო და ჩვენთან საუბარი მიდის ისევ ერთსა და იმავეზე, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ შეიძლება, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეიძლება და პოლიტიკური პროცესის გაუქმება არ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ურთიერთობებიც არსებობს ამერიკასთან, მაგრამ რა მდგომარეობაში არის და შევადაროთ თუნდაც სომხეთს, სადაც რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ არანაირი სტრატეგიული ინტერესით არ იყო წარმოდგენილი. იქ ახლა ჩვენზე ინვესტიციაც გაცილებით მეტი არის, ინტერესიც გაცილებით მეტი არის და ეს არის
დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, რომ ჩვენაირი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელსაც ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავისუფალ სამყაროსთან და ჩვენ პარტნიორებთან და ძლევამოსილ და მდიდარ სახელმწიფოებთან, დღეს ვარ დარჩენილი რუსეთის და ირანის ამარა და მათთან ურთიერთობის ამარა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამით დაგემშვიდობებით ქართული ოცნების ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას შეცვლიდა. ბაიდენის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები არ გაუქმებულა, თუმცა ბოლო პერიოდში ვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის როგორც ამ კვირაში გავიგეთ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიიწვიეს უშუალოდ მელანია ტრამპის ორგანიზებულ ფორუმზე. ეს შეხვედრები არაფერს ნიშნავს თუ რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ეს შეხვედრები პოლიტიკურ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის მოლოდის აჩენს და ქმნის თუ ასე არ არის. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ქართული ოცნებიდან ხალხი მიდის და მოდის. ჯერ იყო ლილუაშვილი წასული, შემდეგ სხვადასხვა ქართული ოცნების სხვადასხვა ეს უკვე დინამიკა არა შეხვედრების შეხვედრისთვის ვისი მომტანი არის თუ ამ შეხვედრას შედეგი არ მოყვება და შედეგი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა ერთი და რეალისტური შედეგი ამ ყველაფრიდან არის კიდევ სხვა საკითხი. ეს შედეგი ვერ დადგება საქართველოში ავტოკრატიის კონსოლიდაცია და ქვეყნის ცივილიზებული სამყაროდან მოწყვეტა ვერ იქნება ის, რასაც ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რასაც დაიყოლიებს. ვერ დაიყოლიებს ამას ამ თამაშის წესებზე ისინი არ არიან თანახმა, მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ასეთი თამაშის წესები მათთვის საქართველოს მხრიდან არ არის მისაღები. მათ ძალიან კარგად იციან ასევე რა უნდა გააკეთონ, მკაფიო სამოქმედო გეგმა არის განსაზღვრული, მაგრამ დინამიკასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი შეფასება არის აი გუშინდელი შეფასება, რომელიც სენატორმა ჯიმ რიშმა გააკეთა, ხო, ისიც ბაიდენის გუნდიდან ხომ არ არის, ტრამპის თანაგუნდელი არის სენატორი ჯიმ რიში, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც იძახის, რომ ასეთი მზარდი ავტორიტარიზაციის და საქართველოში მძიმე ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის პირობებში ვერ მოხდება ურთიერთობების ვერანაირი გადახედვა და ნორმალიზება და ყველასთვის არის ძალიან მკაფიო რეცეპტი არსებობს, რომ აქ პოლიტიკური ვითარება უნდა გაუმჯობესდეს იმისათვის, რომ საქართველოსკენ შემოbrunდეს ცივილიზებული სამყარო. ეს ქართული ოცნების პირობებში სამწუხაროდ არის ძალიან ნაკლებ სავარაუდო, ამიტომ ჩვენ ქართულმა ხალხმა უნდა ავიღოთ ვითარება ჩვენს ხელში და უნდა ვიცოდეთ, რომ ვერც ერთი გარე განცხადება ვერ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. ჩვენი გასაკეთებელი არის ამ ხელისუფლების ცვლილება საზოგადოებისთვის ახალი ალტერნატივის შეთავაზებით. ამის გარეშე რამდენი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, რამდენი ვიზიტიც არ უნდა იყოს საზღვარგარეთიდან, ცვლილება არ მოვა და ჩვენი ცვლილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ უარესობისკენ. მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ. საბაბუაძეს ვემშვიდობებით, დასრულებულია დღის ნიუსრუმი, დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, შესაბამისად 11:02-დან შევხვდებით. ნახვამდის.